პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილი მკვდარი. მედვედევმა პუტინმა თქვა, რომ როგორც ამის ალტერნატივა, მათ გაუხარდებათ, რომ სააკაშვილი იმენ დააპატიმროს, განსაკუთრებით საქართველოს არჩევნების შემდეგ. ეს იყო წინაარჩევნების წინ. ეს არის ფაქტი და მე ამ ფაქტს და იმიტომ რომ სანამ მე დავდივარ თავისუფალი და ცოცხალი, პუტინი ვეღარასდროს ვეღარ აკიდგენს ძველ ეგრეთ წოდებულ პალაჟენიეს მოსაბჭოთა სივრცეზე. ჩამოეშალა ეს გავლენა 2008 წლის შემდეგ. გაბედა ერთ-ერთმა დსთ-ის სახელმწიფოს ლიდერმა და მას არ დაუხარა თავი. ეს არის სრული კატასტროფა და სანამ მე ცოცხალიო ვერც ერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი და სანამ გარეთავა აღარ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, როცა უსიტყვოდ ასრულებს რუსეთის მითითებას. ეს შეიცვალა ბოლო წლებში. და ეს გავაკეთეთ ჩვენ საქართველოს ქართველმა ხალხმა, ჩვენმა თავისუფლების მოყარე პოლიტიკამ. ამიტომ ეს საერთოდ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის მათი განწყობა. ხო, საერთოდ ეჭვს არ იწვევს, რომ ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი აიღო ჩვენი არჩევნებში. ამას არც თვითონ უარყოფს და არც რუსები რომც უარყოფს რა აზრი აქვს. რუსები ამას არ დასტურებენ ყოველ ნაბიჯს. ეხლა ვინ ვის დაიჭერს? ეხლა მე ივანიშვილის ზებრა კი არა ვარ, ივანიშვილმა დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას. ან რომელიმე სხვა შინაური ცხოველი. ამიტომ ეს საკითხი ეს ერთია მათი სურვილები და მათი ერთმანეთთან შეთანხმება და მეორეა რა იქნება რეალობა. და რეალობა იქნება ის, რომ ქართველი ხალხი ყველას თავის ადგილს მიუჩენს და რაც შემეხება მე გამжის ისტორია და არა რომელიმე ზოოპარკის დირექტორი.